დიღმის ჭალებშიო იქნებაო წალკოტი. გრაფიკულად დედას გეფიცები. აი, გთხოვთ რა. მაგ ეგ ვიდეო ამოღებული და ეგ ვიდეო ხონა დაგვადე რა. ისეთი მოიც თან უყუროთ რა. ისეთი ლამაზია. აი ისეთი აი ხა ეს ხო ღირს ის გრაფიკული დიზაინერი. ლენე, შენიცი ხა. დიღმის ჭალე. აქედან მიდიორ დიღმის ჭალებში. ბიჭო, ტიპი. და როდის თავდებოდა? ტიპი იტყუება. იმიტომ რომ უფრო ადრე დაამთავრა. რა 20-ში უნდა და ყველაფერი მზად არის, კაცო. პროექტი. ნახე, პროექტი, მარტო პროექტი კი არა, ვიდეო რგოლი გადაიღო. აი სინამდვილეში მე მგონი ეს რას ამბობს ხოლმე, იცი? იქ რა ხდება დიღმიჭალებში? დრაბილკა დგას. დრაბილკა დგას, დრაბილკები დგას. და ქვის სატეხი და კატასტროფა. ჯერ ხო ის მოაქვთ იმიდან რა ქვია, კვარიდან რეცხავენ იკაურობას რა და დრაბილკები დგას. სინამდვილეში მე მგონი ეს რას ამბობს ხოლმე, იცი რომ თვითონ კი არა აშენებს რაღაცას, ამბობს უბრალოდ პროექტს შექმნის. იდეას, ხო, იდეა. აი დიღმის ჭალებზე რომ აი ვიღაცა მე საქმის გამკეთებელი რომ მოვა, იდეა არსებობდეს და კარგი გრაფიკული კლიპები, აი დიჯიტალ მერია რა. აი თბილისის მერია აქვს მოწყობილი Facebook. იმის მიღმა რა ხდება? არც აინტერესებს, ზოგადად ქართული ოცნების მთავარი სიმბოლო რა არის. რომ არაფერზე არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ბედურება რაც ხდება, არაფერ შუაში არ არის რა. მაინც მე და შენ ვართ დამნაშავე და მიშა ვივამედიდან ანგრევს ისევ საქართველოს